25 წელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის ისტორიული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა ევრობასკეტზე ურთულესი ჯგუფიდან მოახერხა გასვლა და საბოლოოდ 8 საუკეთესო გუნდ შორის დამსახურებულად დაიმკვიდრა ადგილი. მოპოვებულმა შედეგმა კი ქვეყნის მასშტაბით რა თქმა უნდა ამ სპორტის სახეობის პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. აღნიშნული ტენდენცია ნათლად იგრძნობა აჭარის რეგიონშიც, სადაც უკვე არაერთი კონკურენტუნარიანი კალათბურთის სკოლა ფუნქციონირებს. მათი არსებობა და ხარისხიანი მუშაობა კი პირდაპირ უკავშირდება რეგიონში ბავშვთა კალათბურთის განვითარებას. აჭარის 18 წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის ჯაბა ბაქრაძის თქმით, სექტემბრიდან მოყოლებული ჩვენს რეგიონში ბავშვების ჩართულობა კალათბურთში ყოველდღიურად მატულობს. როგორც მოგიხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აქტიურია უკვე ჩართულება, თუმცა კალათბურთში მუდამ იყო აქტიურად ჩართულება, მიუხედავად ჩარშანდელი წლისა, სადაც ფეხბურთმა აშკარად გვაჯობა და დიდი ნაკადი წავიდა ფეხბურთში, მაგრამ წელს არის ისევ ზრდა, განსაკუთრებით არის გოგოებში მოთხოვნილება. ძირითადი მოთხოვნა არის 12 და 13 წლის ბავშვებში. ასევე რეკომენდაცია მინდა გავცემ მშობლებში, რომ რაც შეიძლება ადრე უნდა მოვიყვანოთ ბავშვი, მაგალითად 7-8 წლის ასაკში, რახან უფრო მეტი დრო გქონდეს, რომ ბავშვებს უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ და 13 წლამდე უკვე ბავშვი გავმართოთ და მზად იყოს თამაშებში ჩასართავად. ამიტომ ეს არის დიდი მოთხოვნა, დიდი მასა მოდის 13-14 წლის ბავშვებზე. რაც შეეხება გლუპებს, ფაქტიურად ყველა ჯგუფი არის გადავსებული და სავსე აღემატება 20-25 ბავშვს. რეგიონის სხვადასხვა საკალათბურთო სკოლებიდან კი საუკეთესო ბავშვები აჭარის ასაკობრივ ნაკრებებში ხვდებიან. ამჯერად ჩვენ 18 წლამდელთა გუნდის ვარჯიშს დავესწარეთ, სადაც არაერთი ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშე ირიცხება. როგორც მომავალი თაობა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მათი უახლოესი მიზანი ქალაქის მთავარ გუნდსა და ეროვნულ ნაკრებში თამაშია. პირველ რიგში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის ნაკრებში თამაში, რადგან ქალაქში კონკურენცია დიდია და შესაბამისად რთული არის რომ ამ გუნდში მოხვდე და შემდეგ უკვე თავი დაიმკვიდრო. პასუხისმგებლობას რაც შეეხება ჩემთვის ამ გუნდში თამაში ორმაგი პასუხისმგებლობაა, რადგან გუნდის კაპიტანი ვარ და უნდა ვიყო სამაგალითო როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ, ვარჯიშებზე, თამაშებზე. რაც შეეხება ჩემს მიზანს, პირველ რიგში ის არის რომ გუნდში ესე რომ მაქსიმუმი გავაკეთო, ხოლო შემდეგ უკვე გუნდის გარეთ საქართველოს სახელი ეროვნულ ნაკრებში მოვხდე და საქართველოს სახელი გავიტანო ესე რომ ვთქვათ ბათუმიდან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გუნდში ყოფნა, იმიტომ რომ 18 წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ უკვე მოდის უმაღლესი ლიგა, საზღვარგარეთ შეიძლება მოგიწევს თამაში, ამიტომ შევეცდები რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო წელს, დავანახო ხალხს რა შემიძლია, განვითარდე უფრო და შემდეგ უკვე უმაღლეს ლიგაში რომ ჩემი ადგილი უკვე დავიმკვიდრო კარგად რა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გუნდში თამაში, რადგან მოგეხსენებათ რომ ბათუმში უამრავი კალათბურთელია და ამ გუნდში ყოფნა დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. რა თქმა უნდა, კარგი პირობები გვაქვს ჩვენ, ყოველ დღე მეძლევა თავი შანსი რომ გავუნჯობესდე და განვითარდე კალათბურთში ინდივიდუალურ ხრივაც და გუნდურადაც. ასევე ჩემი პირადი მიზანია რომ საბოლოო ჯამში დავიმკვიდრო თავი ბათუმის მთავარ გუნდში და ასევე ვიყო ნაწილი საქართველოს ეროვნული ნაკრების. კვალიფიცირებული კალათბურთელების აღზრდა ცხადია, რომ მხოლოდ ნიჭით და პერსპექტივით არ მიიღწევა. აუცილებელია თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, კვალიფიცირებული მწვრთნელები და კონკურენტუნარიანი გარემო. როგორც ჩვენთან საუბრისას აჭარის 18 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ლუკა მახარაძე ამბობს, ჩვენს რეგიონში ბოლო წლებში ბავშვთა კალათბურთის განვითარებისთვის თითქმის ყველა პირობაა შექმნილი და ამ მხრივ თვალჩისაცემი პროგრესიც შეიმჩნევა. ჩვენ ქალაქში ბოლო წლებში უკვე ბევრი აკადემია ჩამოყალიბდა, ბევრი დარბაზი აშენდა, სკოლებში, საჯარო სკოლებშიც ძალიან კეთილმოწყობილი დარბაზებია. შესაბამისია იმისთვის, რომ ბავშვები ავარჯიშო. ადრე გქონდა იმის პრობლემა, რომ ჯგუფებში მაგალითად იყო შეზღუდვები 20 ბავშვი, 30 ბავშვი მეს ვერ ღებულობდით, იმიტომ რომ ფიზიკურად დარბაზში დრო არ იყო და ეხლა მეტი დარბაზია, მეტი შესაძლებლობა, მეტი ინფრასტრუქტურა ასე ვთქვათ და უფრო მეტი ბავშვია დაკავებული კალათბურთით. ძველი მოთამაშეები დაბრუნდნენ კალათბურთში, მწვრთნელებად დაიწყეს მუშაობა და უფრო მეტი შანსია ასე ვთქვათ, რომ ბავშვი განვითარდეს, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი აკადემია და რაც უფრო მეტი ვარჯიშია, მით უფრო მარტივია ტალანტის პოვნა. შეეხება შიდა სტრუქტურას, როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ბავშვები მოვამზადოთ, ვარჯიშები მიდის რა თქმა უნდა თანამედროვე პროცესში, თანამედროვე სისტემით, რა თქმა უნდა ეს არის FIFA-სთან დაკავშირებული ვარჯიშები და ზოგადად ის, რაც გამოიყენება დღეს სხვადასხვა ევროპულ კლუბებში, ანალოგიური სისტემით მივდივართ ჩვენაც, ეს უკვე დღეს სიახლე აღარ არის. რაც შეეხება აჭარის ნაკრებს, მოხვედრა საკმაოდ რეალური
აქტიურია, მაგრამ იოლი ნამდვილად არ არის, რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა აღმაყოფილებდეს უპირველეს ყოვლისა ტექნიკურად, შემდეგ უნდა კონდეს საკმაოდ იმის ტალანტი, რომ აითვისოს ესა თუ ის ტაქტიკური გადაწყვეტილებები, ასე რომ კარი ყველასთვის არის ღია, მთავარია მოგვეწონოს ბავშვი და მოგცეს იმის საშუალება, რომ მეტად განვითაროთ და აყვეს პროცესს. ბავშვთა განვითარებისთვის აუცილებელია საერთაშორისო ტურნირები, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატები და შიდა დაგეგმილი ტურნირებიდან ვერ შემოვიფარგლებით. შარშან ქონდა გამოცდილება ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე რომ მონაწილეობა მივიღო და ორ კატეგორიაში მივიღეთ. ესენი იყო 2012 წელს დაბადებულები და 2009 წელს დაბადებულები. სამბედნიეროდ კარგი შედეგი ჰქონდათ, ორივე გუნდმა წარმოაჩინა თავი და ერთ-ერთმა გუნდმა 2009-იანებმა მაგალითად ერთ-ერთ სტეიჯზე მეორე ადგილი აიღეს. დღეის მონაცემებით აჭარის რეგიონში სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობაში უკვე თითქმის 1500-მდე ბავშვი ვარჯიშობს. მოგესალმებით, დღეს გასული უქმეების საინტერესო სპორტულ სიახლეებს მოგიყვებით. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩი ესპანეთს ესტუმრა და 61-90 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებში თორნიკე შენგელია 26 წუთში 10 ქულითა და 7 მოხსნით გამოირჩა. ასევე 10 ქულა ჰქონდა მათე ხატიაშვილს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი ქულები მიითვალა. გიორგი შერმადინმა კი ბოლო სანაკრებო მატჩში 8 ქულა 6 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა. 2 ტურის შემდეგ კი 2-2 მოგება აქვთ ესპანეთსა და უკრაინას. საქართველოსა და დანიას კი ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 27 თებერვალს სტუმრად სწორედ დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 3 დღის განმავლობაში ბათუმის სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში საწვრთნელ სემინარს მასპინძლობდა, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლმა ბულგარელმა ვალერი დიმიტროვმა ჩაატარა. ვალერი დიმიტროვი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 12 წლის მანძილზე ფლობდა. კონტინენტის პირველობა კი 22 ჯერ აქვს მოგებული. არის შავი ქამარი მეხუთე დანის მფლობელი და ატარებს შიხანის წოდებას. სემინარში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებებიც მონაწილეობდნენ. ჩვენთან სტუმრად არის მრავალგზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი. შეიძლება ითქვას, ბოლო წლების მსოფლიო საუკეთესო მებრძოლი ვალერი დიმიტროვი, ბულგარელი, რომელიც ატარებს სემინარს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები მაქსიმალურად ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ, რომელიც შემდგომად გამოადგებათ და უკვე თავიანთ კარიერაში დიდ როლს ითამაშებს, მისგან ძალიან ბევრი კარგი რამის სწავლა შეიძლება, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება და სწორედ ის ადამიანი მოვიწვიეთ და ვფიქრობ საინტერესო სემინარი გამოვა და ყველას უსურვებ წარმატებას. ეს საქართველოში ჩემი პირველი სემინარია და აქ ჩამოსვლა ჩემთვის დიდი პატივია. თქვენი ნაკრები დღეს ევროპაში ნამდვილად საუკეთესოა და აქ ძალიან ბევრი ძლიერი მებრძოლია თავმოყრილი. მინდა გითხრათ, რომ ასევე ეს საქართველოს ნაკრებს პროფესიონალი მწვრთნელი ხელმძღვანელობს, რაც შედეგებზეც აისახება. წარმატებას გისურვებთ მომავალ ტურნირებში. ბათუმის სპორტული ცენტრის ყინულის არენაზე დასრულდა ყინულის ჰოკეის ახალგაზრდული ფესტივალი. შეჯიბრება 2 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში ბათუმის, თბილისის და ქუთაისის 2-2 ასაკობრივი გუნდი მონაწილეობდა. უმცროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ტურნირის გამარჯვებული თბილისის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ქუთაისელი ჰოკეისტები დაამარცხეს. მესამე ადგილზე ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდი გავიდა. უფროს ასაკში კი ჩემპიონის ტიტული ბათუმის სპორტული ცენტრის გუნდმა მოიპოვა. ფინალში ბათუმელებმა ქუთაისელები 9-7 დაამარცხეს, მესამე ადგილს კი თბილისის გუნდი დასჯერდა. ძალიან დიდი შემართები და ძალიან დიდი მომზადებით შევხვდით. რა ვიცი, ბოლომდე ვიწურებოდით ვარჯიშებზე. დღეს თამაში კონკურენცია ძალიან ძლიერი იყო. ვერ ვიტყვი რომ არა, ძალიან გაგვიჭირდა ის ბოლო თამაში. აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა 120 სპორტსმენმა. აქედან პირველი ადგილი უფროს ასაკობრივ კატეგორიაში ბათუმის გუნდმა მოიგო, უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში თბილისის გუნდმა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ამ სპორტის განვითარებას და შემდგომშიც იქნება მხარდაჭერილი ჩვენს მიერ.
საფეხბურთო კლუბმა გონიომ საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 34 ტურში მოქმედ ჩემპიონს რუსთავს უმასპინძლა და 0-4 დამარცხდა. გადარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა. გუნდი მომავალი სეზონიდან ლიგა 3-ში ითამაშებს. უკვე ოფიციალურად გაირკვა, რომ მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგაში რუსთავი ითამაშებს, ხოლო სპაერი მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ლიგის პლეი-ოფში, რომლის მეორე მონაწილეს ბოლო ტურში გაირკვევა. რაც შეეხება დაქვეითებულებს, ლიგა 3-ში გონიოსთან ერთად დინამო 2 გავარდა. ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი მეორე საერთაშორისო ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ ფალავნები ირანიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ჩემპიონ პრიზიორები 6 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. აქვე გეტყვით, რომ ტურნირი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. განსაკუთრებულად გამოვაჩერდი მეოთხე და მეხუთე შეხვედრას, რადგან მაგ ბიჭებთან გამიჭირდა ყველაზე მეტად, დამატებით დროში გადამევიდა, მაგრამ შევძელი და გავიმარჯვე. ამ ტურნირისთვის ჯერ ევროპის თასი მქონდა ტესალონიკში, საბერძნეთში, შემდეგ ჩამოვედი და 1-3 დღეში ისევ ამ შეჯიბრზე გამოვედი. ძალიან კარგი ტურნირი იყო და გამოვარჩევ პირველი და მეორე შეხვედრას, ძალიან გამიჭირდა და ძალიან კარგი ბიჭები იყო. კარგი ბიჭი იყო ეგეც, ძლიერი იყო. ფიზიკურად გამოირჩეოდა. მინდოდა რომ ეგრე დამეხეთქებინა. თქვენც ნახეთ რომ საკმაოდ აზარტული სანახაობა იყო, განსაკუთრებით ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებში და სასიხარულოა ჩემთვის როგორც ფედერაციის პრეზიდენტისათვის, რომ საერთაშორისო ტურნირზე ერთი პირველი ადგილი სომხეთის წარმომადგენელმა აიღო და მესამე ადგილი თურქეთის წარმომადგენელმა, ესეც ჩვენი ეროვნული სახეობის გავრცელების და საჯების ობიექტურობის ხარისხზე მიუთითებს. მე მინდა ვისურვო, რომ შემდგომი იუნესკოსადმი ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი ტურნირები უფრო მასიური იყოს და ამისთვის საავისოდ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ყველა ღონეს და ყველა რესურს, ადამიანურს, ინტელექტუალს, სპორტულს, ფინანსურს გამოიყენებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აბუ-დაბის გრანდსლემზე გამოსვლა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ოქროს მედლის მფლობელი ლაშა ბექაური გახდა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალურ დაპირისპირებაში მოლდოველი მიჰაილ ლატისევი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლები კი ჩვენს ნაკრებს ირაკლი დემეტრაშვილმა და გიორგი სარდალაშვილმა მოუტანეს. ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.